თავი მეშვიდე. ამიტომ ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმინდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიდილწისაგან. ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმინდე. შეგვითვისეთ, არავის მოგცები ვართ უსამართლოდ, არავისთვის გვივნია, არავისგან გვიძებნია გამორჩენა. სჯავრდასადებად არ ვამბობ, რადგან წინასწარ ვთქვი, რომ ჩვენს გულებში ხართ, რათა თქვენთან მოვყდეთ და თქვენთან ვიცოცხლოთ. დიდი ნდობა მაქვს თქვენი, ბევრს ვიკვეხნი თქვენით. აღსილი ვარ ნუგეშით, გულნაჯერი ვარ სიხარულით, მიუხედავად მთელი ჩვენი გასაჭირისა. ვინაიდან როცა მაკედონიაში მოვედით, ჩვენ სხეულს არ ჰქონია მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში, გარეთ ბრძოლები, შინ შიში, მაგრამ ღმერთმა, რომელიც მორჩილთა ნუგეშის მცემელია, ნუგეში გვცა დიდეს მოსვლით. და არა მარტო მისი მოსვლით, არამედ აგრეთვე ნუგეშით, რომელთაც ნუგეშცემული იყო თქვენით, როცა გვიამბო თქვენს სიბეჯითეზე. თქვენს ტირილზე, თქვენს თავგამოდებაზე ჩემს მიმართა ამრიგად უფრო მეტად გავიხარე. ამიტომ თუ კიდეც დაგანაღვლიანეთ წერილით, არ უნანობ, თუმცა კი ნაღამბინანე. ვინაიდან ვხედავ, რომ ამ წერილმა დაგანაღვლიანად, თუნდაც დროებით. ახლა მე ვხარობ არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანდით მოსანანიებლად. რადგან დანაღვლიანდით ღვთის გულისათვის, ასე რომ არაფერი დაგზიანებიათ ჩვენგან. ვინაიდან ღვთის გულისათვის დანაღვლიანება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი, ხოლო წუთისოფლის ნახველის სიკვდილს წარმოშობს. ვინაიდან იმან ღვთის გულისათვის რომ დანაღვლიანდით, ნახეთ რამდენი რამ წარმოშვა თქვენში. როგორი სიბეჯითე, როგორი გამართლება, როგორი გულის წყრომა, როგორი შიში, როგორი სურვილი, როგორი მოშურნეობა, როგორი სასჯელი და ყველაფერში აჩვენეთ, რომ სუფთანი ხართ ამ საქმეში. ამიტომ თუ კიდეც მოგწერეთ თქვენ, არც შეურაცხმყოფელის გულისათვის და არც შეურაცხმყოფილის გულისათვის, არამედ რათა თქვენი გულმოდგინება ჩვენდამი გამოჩნდეს თქვენში ღვთის წინაშე. და ამიტომ ვინუგეშეთ თავი თქვენი ნუგეშით, ხოლო უმეტესად გავიხარეთ ტიტეს სიხარულით, რომ თქვენ ყველამ დაამშვიდეთ მისი სული. თუ რამეში დავიკვეხეთ თქვენ შესახებ მის წინაშე, არ შევრცხვენილ ვარ, მაგრამ როგორც ყველაფერს ჭეშმარიტად გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი გამოდგა ჩვენი კვეხნა დიდეს წინაშე. უფრო ძლიერდება მისი სიყვარული თქვენს მიმართ, იხსენებს რა ყველა თქვენგანის მორჩილებას და იმას, რომ მოშიშებით და თრთოლვით მიიღეთ იგი. ამრიგად მოხარული ვარ, რომ შემიძლია ყველაფერში მოგენდოთ.